შიშები ორსულობის დროს. ყველაზე მთავარ აზრს გეტყვით, ნებისმიერ შიშს თავისი მიზეზი აქვს და ორსულობის დროსაც შიშებს თავისი საფუძველი აქვს. ორსულობა ქალისთვის ახალი მდგომარეობაა, შეიძლება მას ეს ჯერ არასდროს უგრძნია, ან დიდი ხნის წინ განიცადა. და რა არის ჩვენი პირველი რეაქცია ყველაფერ ახალზე? სწორია, შიში. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ორსულობის დროს მთელი ორგანიზმი თავიდან იცვლება. აქტიურად გამომუშავდება ჰორმონები, პროგესტერონი, ესტროგენი და ასეთი ჰორმონალური აფეთქება იწვევს წრემლიანობას, გაღიზიანებას, რის ფონზეც უარესდება ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შედეგად ძლიერდება შიშები. ზაფხდება მშობიარობის შიში, უცნობი მომავლის შიში, შიში ბავშვის მომავალზე. ეს ნორმალურია. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ თქვენს შიშებთან უნდა იმუშაოთ, ებრძოლოთ და არ დატოვოთ ისინი თქვენში. თუ ორსულობის დროს გრძნობთ, რომ რაღაც აზრი ქრონით, გთავაზობთ შეასრულოთ ერთი დავალება. როგორც კი ისევ იბრძნობთ შიშს ან ნეგატიურ ემოციებს, იმავე წამს ჩამოწერეთ სია, რა კონკრეტულად გაშინებს. დაწერეთ ისე, როგორც აზრი მოდის თავში, ლამაზი ფორმულირებებისა და პუნქტუაციის გარეშე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიოთ კონკრეტულად რის გეშინიათ ორსულობის დროს. ფიზიოლოგიური მომენტებია, ეს თუ ფსიქოლოგიურ დონეზეა რაღაც. თუ გაშინებთ მომავალი მშობიარობის ან ბავშვის მოვლის აზრი, საუკეთესო გზა არის მეტი გაიგოთ იმაზე, რაც წინ გელით. დარეგისტრირდით ახალდაც და მშობლების სკოლაში უყურეთ ფებულეთის ვიდეოც მშობლებისთვის და ნელ-ნელა უფრო მეტს გაიგებთ, შიში კი გადივით. უფრო ხშირად ურთიერთეთ ექიმებთან, მეანებთან, დაუსვით მათ კითხვები მშობიარობის შესახებ. განიხილეთ მომავალი ცხოვრება ბავშვთან ერთად თქვენს პარტნიორთან. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენი შიში, გამოიკვლიოთ, რა გაწუხებთ კონკრეტულად. ცოდნა და საუბრები კი შეამცირებს შფოთვას. თუ თქვენი შიშები ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მაგალითად, გეშინიათ მომავალი ცხოვრების ბავშვთან ერთად, გეშინიათ, რომ ვერ გაუმკლავდებით და ცუდი დედა იქნებით, მაშინ გირჩევთ მიმართოთ პერინატალურ ფსიქოლოგს. მოდით შევაჯამოთ. როგორც სპეციალისტი, გამოყოფდი 5 ოქროს ნაბიჯ შიშებთან ბრძოლაში. პირველი, განსაზღვრეთ რა ტიპისაა თქვენი შიში, ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური. როგორც ამბობენ, რომ ბნელ ოთახში სპილო რომ იპოვო, უნდა განთო შუქი და ის თავისით გამოჩნდება. ამიტომ აანთეთ შუქი, ჩამოწერეთ თქვენი შიშების სია და ბევრი რამ გადიადვილდებათ. მეორე, როგორც კი შფოთვის მიზეზი გადიადვილდებათ, დაიწყეთ მისი შესწავლა. გეშინიათ მშობიარობის, ნახეთ კურსები. გეშინიათ ჰიპოთეტური განქორწინების ქმართან. მშვიდად გაახმოვანეს თქვენი შიში, ეძებეთ ერთობლივი გადაწყვეტილებები. შფოთავთ ბავშვის ჯანმრთელობაზე. გამატებით გაიდეთ ექიმებისგან, როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, რომ ჯანმრთელი ბავშვი ატაროს და გააჩინოთ. მესამე, ყველა ინფორმაცია მიიღეთ მხოლოდ პროფესიონალური წყაროებიდან. სამწუხაროდ დღესდღეობით ინფორმაცია გადატვირთულია, ამიტომ ფორუმების კითხვა და ტელევიზორის ყურება პასუხების საძიებლად საუკეთესო იდეა არ არის, რადგან ინფორმაცია შეიძლება არასანდო იყოს. მეოთხე, ერიდეთ ამ პირდაპირ გაეცალეთ უსიამოვნო საუბრებსა და სხვის ისტორიებს. ამ შემთხვევაში შიშების ნაწილი თავისთავად გაქრება. მეხუთე, მეტი ემოციური სიამოვნება მიანიჭეთ საკუთარ თავს. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, ლამაზი ფილმების გურება, საყვარელი მუსიკის მოსმენა, წიგნების კითხვა, სეირნობა, მოგზაურობა, საყვარელი ჰობებით დაკავება, სამუშაოსა და დასვენების რეჟიმის დაცვა. სიამოვნების განცდა ჩაანაცვლებს შფოთვასა და მოუსვენრობას. გთხოვთ დაიმახსოვრეთ, რომ პრობლემებს ვაგვარებთ მათი წარმოშობის მიხედვით და თანმიმდევრულად. მაგალითად, ჯერ ორსულობასთან დაკავშირებული შიშები, შემდეგ კი მშობიარობასთან დაკავშირებული. ნუ ინერვიულებთ, ყველაფრისთვის გეყოფათ დრო.